2025 წლიდან ბრაზილიაში ფეხბურთელებს ფინტების გამო დასჭია. უზარმაზარი სკანდალი იყო, რომლის ცენტრშიც მემფის დეპაი აღმოჩნდა, რომელიც კორინთიანსის მაისურით თამაშობს. იგი ბურთზე დადგა პაულისტას თასის ფინალში. მალევე ჩხუბი ატყდა. თუმცა არა მარტო ფინტის გამო. კორინთიანსის ფეხბურთელები ოპონენტებს ბურთის შემოტანაში უშლიდნენ ხელს. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სამსაჯო კომიტეტი გამოვიდა განცხადებით, სადაც დეპაის მოქმედებები განსაჯეს და პირობა დადეს, რომ მსგავსი ფინტების გამო ფეხბურთელებს ყვითელ ბარათებს აჩვენებდნენ. მე ბრაზილიაში მათ შორის იმის გამო წამოვედი, რომ ჟოგა ბონიტო მეგზნო. მართლა მაინტერესებს, ვინ არის ის ხალხი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ვინ წყვეტს ამ შვენიერი საფეხბურთო ქვეყნის ბედს? სისულელია, როგორ შეიძლება ასეთი რამ ბრაზილიაში მოხდეს, ქვეყანაში, რომელმაც ამდენი საფეხბურთო სილამაზე გვაჩუქა. მოკლედ, მოდით გავიხსენოთ კიდევ რამ გაგვაკვირვა 2025 წელს. ეს არის ტოპ 10 საფეხბურთო სიგიჟე 2025 წელს. შევაჯამოთ საფეხბურთო წელიწადი. დღევანდელ ტოპს ხსნის რაფინიას იგნორი პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოების მხრიდან.